სკოლაში რომ შევედი, ბიცოლა შეიცვალა ჩემს მიმართ. უფრო მკაცრი და მომთხოვნი გახდა. ცოტას მეფერებოდა და სანამ ხელი არ დამეღლებოდა, მაწერინებდა ქართულ ასოებს. იყო კი. ყველაზე კარგად კლასში მევკითხულობდი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. და სულ ვემალებოდი მასწავლებლებს, წიგნებს, გაკვეთილებს და რაც მთავარია ნორა ბიცოლას. ხან ყანაში მპოულობდნენ, ხან ბეღელში და ხან მდინარის პირას ჩაძინებულს. ყანაში ვიპოვე. იქ იმალებოდა. ასოები აქვს გამოსაწერი და 10-ის ფარგლებში საანგარიშო. შემგონი არ იცის, მაგრამ ოხერია და მუდრეგი. ბიჭო, რამდენია სამს რომ მივუმატოთ 6. 8. მერე? დაჯექი ეხლავე და გააკეთე მაგალითები. განები იაგო დუდი. ვაკოდო ვაკეთას, მუთუკოთი ნაკეთას. მიდი გრიშიკო, შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი. კი, მაგრამ რისთვის მაძებდნენ მთელი დღე თუ ისევ თავიჭკუაზე ივლიდა. კუმაცალი. მთელი დღე ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა ეზოში. გავარდნილები ვიყავით და ოდნავადაც კი არ მაწუხებდა სინდისი, რომ დავალება არ გამიკეთებია. ბიცოლა მთელი დღე სწავლაზე ლაპარაკობდა. მე კი ამაზე მეტად არაფერი მძულდა. მეგონა დედა რომ ცოცხალი მყოლოდა, ასე არ დამტანჯავდა სუფთა წერითა და არითმეტიკით. მიშიკო თავიდანვე ყველაფერს უჯერებდა ბიცოლას. ჯერ იმეცადინებდა ხოლმე და მერე გადიოდა ეზოში. ხელის დაბანა არ ავიწყდებოდა. რასაც ნორა ბიცო ეტყოდა, ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა. რის გამოც მისგან შექებას, ჩემგან კი ხან სილას და ხან პანჩურებს იღებდა. მის ასეთ მორჩილებას ჩვენი ძმობის ღალატად ვთვლით. მოსაღამოვდა და მოგშვიდა. დაღლილ დაქანცულები სახლში შევედი და ჩვენს ხის მაგიდას მიუსხედით ქოშინით. შენთვის დამეზარა გრიშიკო გაკეთება. აღარ მინდა შენთან ცხოვრება, სულ ხალხო, ახალი ცხოვრება. ჯგირ ბატონ. გოგო და ოტელეოშა დირთი. გოგო და ინტერნატშა მეო. ჩემს სახლში ასე იქნება. ვინც არ იმეცადინებს, არ შეჭამს. Boşmartaro mugiqur mushen mitqinu ashurs mapikre sabolo danishnuli mitarus mapikre sumati